საქართველოში შობადობა ყოველწლიურად მცირდება. მაგალითად 2021 წელს 46,000-მდე ბავშვი დაიბადა. 2022-ში კი 3,500-ით ნაკლები. 2023 წელს ეს მაჩვენებელი კიდევ შემცირდა 2,000-ით. რამდენად საყურადღებოა ეს მონაცემები და რა არის მიზეზი და პრობლემიდან გამოსავალი? დღეს ამ თემაზე ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმარი არის იურისტი, სამოქალაქო აქტივისტი მაია უტიაშვილი. გამარჯობა, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ბოლო 10 წელია ქვეყანაში შობადობა მცირდება. თქვენი შეფასებით რა არის ამის მიზეზი? ზოგადად დემოგრაფიული პრობლემა ძალიან მტკივნეულია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ჩვენ ვართ საკმაოდ მცირერიცხოვანი ერი. მე მაგალითად ძალიან შემაშფოთა 24 წელში ჩატარებულმა აღწერის შედეგებმა, გავეცანი ამ შედეგებს და დაგეთანხმებით, მართლაც შემცირებულია მოსახლეობის რაოდენობა, განსაკუთრებით ქართველეროვანი მოსახლეობის ჩვენ ქვეყანაში. და ეს ძალიან მტკივნეული უნდა იყოს ყველა ქართველისთვის. და მეც განვიცდი ამას. ხშირად მიფიქრია ამის მიზეზებზე და ვფიქრობ, პირველ ყოვლისა ალბათ ისევ და ისევ მიზეზი უნდა ვეძიოთ ეკონომიურ პრობლემებში. არა აქვს ახალგაზრდა ოჯახებს საკმარისი ხელშეწყობა, რომ იყოლიონ ბევრი შვილი და უმეტესი ოჯახი კმაყოფილდება მაქსიმუმ 2 შვილით. საქმე იმაშია, რომ თუ კი გვინდა რომ ერი გამრავლდეს, აუცილებლად ყველა ქართველს უნდა ყავდეს 2-ზე მეტი შვილი და რატომ? 2 შვილი ფაქტიურად ანაცვლებს სტატისტიკურად რაოდენობაში ანაცვლებს მშობელია 2, ხო, დედა და მამა. ფაქტიურად მათი გარდაცვალების მერე რაოდენობაში ჩანაცვლება ხდება 2 შვილით და რომლებიც მშობლების ადგილს იკავებენ და ამით არაფერი იცვლება, ხო? ჩვენი რაოდენობა არ იმატებს. თუ გვინდა რომ ვისაუბროთ მატებაზე, ერის გამრავლებაზე, აუცილებელი პირობაა რომ დაიბადოს მესამე შვილი. აი ძალიან კარგი ინიციატივა ქონდა და აქვს ახლაც პატრიარქს, რომელიც თავისი მხარდაჭერით ახალისებდა მესამე შვილის დაბადებას საქართველოში. მაგრამ ეს საკმარისი არ არის სახელმწიფოს მხრიდანაც უნდა იყოს ხელშეწყობა, ჩემი აზრით რაღაცა წახალისება, ფულადი ჯილდო, სხვა სახის მატერიალური მხარდაჭერა უნდა კონდეს ახალგაზრდა ოჯახებს. პრობლემიდან გამოსავალზე აუცილებლად ვისაუბრებთ. მანამდე მინდა კიდევ გავიხილოთ მიზეზები. რა თქმა უნდა, მიზეზი ბევრია. პირველეს ყოვლისა ჩვენი ცხოვრების რიტმი თანამედროვე სამყაროში ისეთ პირობებს ქმნის, აი როცა მშობლები დასაქმებული არიან, თუ არ ყავთ დამხმარე, ძალიან უჭირს ახალგაზრდა წყვილს ბევრი შვილი იყოლიოს, ხო? ან დეკრეტული შვებულებების აი ეს ხანგრძლივობის სიმცირე, ხო, არასათანადო ანაზღაურება, ისევ ეკონომიური პრობლემები, იმიტომ რომ როდესაც მშობელი ხა უმეტესად ბავშვების აღზრდა დედის ხარჯზე ხდება, დედა ზრუნავს ხოლმე სახლში ბავშვებზე და დედა მაშინ ხანგრძლივად უნდა იყოს სახლში. თუ დასაქმებულია, არ უნდა ეშინოდეს იმის, რომ თუ თქვათ მოუწევს ბავშვთან დარჩენა, მას უფასო შვებულება ექნება, უნდა კონდეს ანაზღაურებადი დეკრეტული საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, რომ მან დაყოს ხანგრძლივად დრო თავის შვილებთან და თვითონ აღზარდოს, შეძლოს ეს და არ ეშინოდეს იმის, რომ მე რო დეკრეტულ შვებულებაში გავალ, თქვათ ვეღარ შემოვიტან შემოსავალს სახლში და ეს ისევ ჩემ შვილებს მოაკლდება. აი ამის პრობლემა არ უნდა კონდეს მშობლებს. ეხლა არ მინდა და შევხებოდი, მაგრამ ზოგადად მაინც იქამდე მივდივართ, რომ ქვეყანას ეკონომიური პრობლემები აქვს და მატერიალური კეთილდღეობა არ არის ქვეყანაში ისეთი საგრძნობი, რომ ხელშეწყობა კონდეს ოჯახებს. ჩვენ 30 წელია მაგალითად მესმის ბევრი მთავრობა გამოვიცვალეთ, რომ გაიხსნებოდა საწარმოები, ფაბრიკები, თუ ქვეყანაში პროდუქცია არ იქმნება, მრეწველობა თუ არ არის, არ ხდება ხალხის დასაქმება. როდესაც წყვილი უმუშევარია და არ აქვს შემოსავალი, მას შესაბამისად უკვე ეშინია, რომ ბევრი შვილი ყავდეს. ხშირად ოჯახებს არ აქვთ ფინანსური პრობლემები, მაგრამ მათაც არ ყავთ ხოლმე 2-ზე მეტი შვილი. რას ფიქრობთ, რა არის კიდევ ამ პრობლემის მიზეზი?
ბავშვი ისე უნდა აღიზარდოს, რომ მას გაცნობიერებული უნდა ქონდეს ვალდებულებები ოჯახის წინაშე, ქვეყნის წინაშე. თუ მას გავზდით პატრიოტული სულით და ეცოდინება, რომ ის კი ბატონო დაიბადა დედამიწაზე, ადამიანია უპირველეს ყოვლისა, მაგრამ ის ქართველია და საქართველო არის მცირე რიცხოვანი ქვეყანა, მას ბავშვობიდან უნდა ქონდეს ჩანერგილი, რომ ერი გაამრავლოს და როგორც ქართველს ვალდებულება უნდა ქონდეს ქვეყნის წინაშე, რომ დატოვოს შთამომავლობა. ჩემი ქვეყანა, ჩემი ერის შვილობა ამას მე მავალდებულებს. ის კი არა, ძალიან ბევრი ადამიანი ქორწინდება უცხო ერის წარმომადგენელზე. ეხლა ეს მოიტანა ემიგრაციაში ყოფნამ, ზოგი სამუშაოდ მიდის, ზოგი სასწავლებლად, ისეთ დროს არის რეპროდუქციულ ასაკში, როცა ოჯახი უნდა შექმნას და დაქორწინდეს და უწევს სამშობლოდან შორს ყოფნა. ქორწინდება უცხოელზე. მერე ჩვენ შედეგად ვიღებთ ოჯახებს, სადაც ბავშვებმა უკვე ქართული ენა აღარ იციან. ძალიან შემაშფოთებელია ეს სტატისტიკაც. ფაქტიურად ის ოჯახები საქართველოსთვის არის დაკარგული. შეიძლება ჩამოვიდნენ ის ბავშვები სტუმრად და რამდენიმე ქართული სიტყვა იცოდნენ, მაგრამ ისინი უკვე საქართველოსთვის არიან გაუცხოელებულები. კი ბატონო, მე მივესალმები უცხოეთში კარგია, ვთქვათ, მიიღო სწავლა, განათლება, მაგრამ მხოლოდ მაშინ არის კარგი, თუ ამას შენ სამშობლოს მოახმარებ. თუ დაბრუნდები შენ ქვეყანაში და შექმნი ლამაზ ქართულ ოჯახს. მაგრამ ერთ-ერთი გამოწვევა არის უშვილობაც, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ 10,000-ობით ადამიანის სურს რომ ყავდეს შვილი, მაგრამ არ აქვს ფინანსური საშუალება იმკურნალოს, მივიდეს ექიმთან და ასე შემდეგ. აი ამ კუთხითაც ხო არ არის საჭირო გარკვეული დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, იმიტომ რომ როგორც ვიცით, დაზღვევაც კი არ უნაზღაურებთ მათ ამ ხარჯებს, რომ ჩაიტარონ მკურნალობა. გეთანხმებით. ისეთი დაბინძურებული გარემოა ეკოლოგიურად და იმდენ შხამს ვიღებთ პროდუქტიდანაც, ჰაერიდანაც, ძალიან ბევრი დაავადებები გავრცელდა, რომელიც ადრე წინა საუკუნეში არ იყო. არის ბევრი პათოლოგიები, დარღვევები და მკურნალობის საშუალება ყველა ოჯახს არ აქვს. ამას დაზღვევა ნამდვილად უნდა აფინანსებდეს. და მე ვფიქრობ, ძალიან დიდი წახალისება უნდა იყოს, აი, წეღანაც ვთქვი, ყოველი შემდგომი შვილის დაბადებაზე სახელმწიფოს მხრიდან და აუცილებლად აი რეპროდუქციული კუთხით მკურნალობაც უნდა ფინანსდებოდეს. მარტო სახელმწიფომ, მაგრამ საზოგადოებამ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ხელი შევუწყოთ ოჯახების შექმნას. კარიერაც კარგია წარმატებული პროფესიული ცხოვრებაც, მაგრამ ეს ხელს არ უშლის, რომ პარალელურად ყველას ყავდეს ოჯახი. და რა არის თქვენი შეფასებით პრობლემიდან გამოსავალი, როგორ უნდა ჩაერთოს ამ საქმეში სახელმწიფო, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ამისათვის? აი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე შეიძლება ვთქვათ საკრებულოში გაჩნდეს იდეა, რომ დააწესონ ვთქვათ ყოველ ახლად შექმნილ ოჯახზე მათი წახალისების მიზნით რაღაც ფულადი ჯილდო, პირველი შვილის შეძენაზე, ვთქვათ დაუფინანსონ რაღაც ხელფასის სახით თუნდაც გადაუხადონ 12 თვის მანძილზე, რომ პირველი 1 წელი წყვილს შეეძლოს იმ თანხით ბავშვისთვის შეძენა ყველა საჭირო ნივთის და წამლის და ვთქვათ საკვების. ან ყოველ მეორე, მესამე და შემდგომ შვილზე უფრო მეტი ოდენობის იყოს ეს ჯილდო, რა ვიცი, 1000-ნაირი ფორმები შეიძლება მოვიფიქროთ წახალისების და ეს ჩვენ საკრებულოსაც შეუძლია, ასეთი რამე თუ ბიუჯეტი გვაძლევს ამის საშუალებას, ყოველ ახალ დაბადებულ შვილზე, ვისაც მშობლები ყავს გურჯაანის ბიუჯეტიდან ვთქვათ, ცოტა სოლიდური თანხა რომ გამოეყოს. დიახ, არის დაწესებული 300 ლარი. ხო, საკმაოდ მცირეა, ვიცი რომ არის, მაგრამ უფრო რომ გაიზარდოს ეს თანხა. ან ვთქვათ, ბავშვების რაოდენობის მიხედვით უფრო მოიმატოს და დიდი ოდენობის იყოს. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. მადლობთ.